მოგესალმებით, პატივცემულო მაყურებლებო. დღეს მინდა ვისაუბრო როგორ შეუწყოთ ხელი ბავშვის განვითარებას. მოგეხსენებათ, ყველას უნდა რომ შვილი ბედნიერი იყოს, სახიერი იყოს, გონიერი იყოს, მაგრამ მცირეერის წარმომადგენლებისათვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობისაც. მე მახსენდება კონსტანტინე გამსახურდიას გამოთქმა. მე დავიბადე მსოფლიოში უმცირესი მდინარის, ზანას ნაპირასო და მე ჩემ თავს სულ იმას მეუბნებოდიო, შენ ჰეი, მსოფლიოში უმცირესი მდინარის ნაპირას დაბადებულო, არ დაგჩაგრონ დიდი მდინარეების პირას დაბადებულებმო. როგორ არ უნდა დაგჩაგრონ? პირველ რიგში ამისათვის საჭიროა გონიერება, ჭკუა და გონება. ეს არის თავად. ეხლა როგორ არის სიცით სამწუხარო ამბავი კი ვამბობთ რომ ნიჭიერები ვარ და მართლა შესანიშნავი შედეგები გვაქვს ახალგაზრდები წავლენ უცხოეთში რაღაცა კონკურსს გაიმარჯვებენ ისე მაგრამ ამავე დროს გასაოცარი ამბავია ეს გამოკითხვები მიმდინარეობს და აი პიზას გამოკითხვა იყო ახლა რამდენიმე წლის განმავლობაში და არასახარბიელო შედეგები გვაქვს იცით უცნაური ამბავია ადმისთვის ამიტომაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ბავშვი იყოს ჭკვიანი და გონიერი ეხლა როგორ არის იცით ეხლა არის ზოგჯერ დაავადება თანდაყოლილი იმას ვერაფერს ვერ მოერევი გონებრივი ჩამოჩენილობა რომ არის და ჭკუას უსტობა ან არის მაგალითად რაღაცა გენეტიკური დაავადებები მძიმე ქრომოსომული დაავადებები იმათგანაც ახლა IQ ინტელექტუალური კოეფიციენტი მაღალი რომ იყოს შეუძლებელი არის მაგრამ ბევრი რამე ჩვენზეა დამოკიდებული ეხლა ყველა საყურადღებოდ ლაპარაკობს შვილის გაჩენა რომ გინდა როგორც შეიძლება ნასვამი იყოს ან მამა ან დედა არავითარ შემთხვევაში ან ნარკოტიკ მიღებული ან ოცნობის დროს ხალი პაპიროს რომ ეწევა და ნარკოტიკსაც ღებულობს და თამბაქოც და სასმელსაც და ასე შემდეგ ეს ხომ მოქმედებს მე ბავშვის გონიერებაზე დაიბადება და მე საჭიროა სპეციალური ტესტები არის ისეთი დაავადებები აი ფენილკეტონურია ქვია ან თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი როდესაც ფარისებრი ჯირკვალი არ მუშაობს ესერად იმათი დიაგნოზი თავიდან რომ დაისვას მკურნალობას ჩაუტარებ და იქნება მეტნაკლებად ნორმალური მაგრამ თუ არ ჩაუტარებ იქნება გონება ჩამორჩენილი მე ჩასახვა ვთქვი ოცნობა ვთქვი მე არსებობს გარკვეული დეფიციტი სხვადასხვა ნივთიერების აი ბავშვი როდესაც მძიმე ანემიით და მძიმე ანემია რომ ექნება რკინის დეფიციტი და რკინის ნაკლოვანება მე ეს მოქმედებს ან წონის დეფიციტი როცა არის აი ისინი ექნება რა ქვია პროტეინები ცილების დეფიციტი იქნება და ესეც განვითარებას შეუშლის დღენაკლულობა ვერ გაიგებ ახლა დღენაკლული ზოგიერთი დღენაკლული ძალიან გონიერი არის მაგრამ ჯამში მაინც დღენაკლულების ინტელექტუალური კოეფიციენტი ცოტა დაბალი არის ასევე თუ არ უჯერებს ექიმს არ ატარებს მეგულისხმის სამეანო პატრონას შესაბამისი ფიზკულტურა უნდა გააკეთოს ასე შემდეგ რომ ასფიქსიაში არ დაიბადოს ბავშვი ესე იგი ბევრია კომპონენტი იმისი თუ რა მოქმედებს გონიერებაზე უარყოფით კომპონენტს, უარყოფით ფაქტორებს ვამბობ. ეს თავისთავად. მაგრამ შემდეგი ამბავი არის, იცით, კი უჭირთ ახლა მშობლებს იმ თვალსაზრისით, რომ 10 წელია თუ ამრავი საქმეები აქვთ, ერთი, მეორე, მესამე, მაგრამ მაინც შვილი თუ გინდა, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ შვილი გონიერი იყოს, ლამაზი იყოს, მშვენიერი იყოს, დაინტერესებული იყოს და აქ რა არის საჭირო, იცით, აი პირველ რიგში უნდა ველაპარაკოთ, სულ უნდა ველაპარაკოთ. აი დღეს ეხლა ამ წუთას დათიკოს საჭმელს მივცემთ, ეხლა ვითამაშებთ. აი სიტყვიერი კონტაქტი, იცით, ამას საოცრად დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისათვის, კომუნიკაცია. მეორე ამბავი მოფერებაც. ზოგიერთი ამბობს, რომ არა ზედმეტი მოფერება როგორ შეიძლება გაფუჭდება, არავითარ შემთხვევაში. არის ზოგიერთი რამ, სადაც ზედა ზღვარი არ არსებობს. რაც უფრო მეტად მოვეფერებით, უფრო კეთილი იქნება, უფრო გახსნილი იქნება და უფრო ღია იქნება და ერთი ამბავი არის მხოლოდ მოფერებაში ეს კი არ იგულისხმება, რომ ყველაფრის ნება უნდა მივცეთ. რასაკვირველია, უნდა უთხრათ შვილო, ეს არ შეიძლება, მაგრამ მოფერება მაქსიმალურად. ისიც
არის ხომ იცი ეხლა ზუნებიან კისერზე დაისვამს ბავშვი წაუღუტონებს რაღაცა შეეხება ესეც ერთ-ერთი შემადგენელია ბავშვის სრულყოფილი განვითარების მეგრე კარგი საკვები ეხლა ყველა უნდა ჭამოს კარგი საკვები მე მოგეხსენებათ გუდმეტიცავა და გუდმანიცავა ცოტა მეტი ჭამაც მიყვას და გემრიელი საჭმელი და კარგი საჭმელი შემფასებელი მაგრამ გარდა ამისა ექიმური თვალითაც ვუყურებ აი ნიგოზი თხილი თაფლი კვეცხი აი ბოსნეული რომ არის მწვანეფოთლოვანი ხორცი თავისთავად ეს ყველაფერი ტვინის საკვები არის და ტვინი უფრო განვითარებული იქნება სათამაშოები სათამაშოები მთელი სამყაროა ბავშვისათვის და ზოგიერთი იყიდის დიდ სათამაშოს ისე აქვე ვიტყვე რომ მაგალითად დიდი აი რბილი სათამაშოები რომელიც ის სახლიდან უნდა გადააგდო იმიტომ რომ სათამაშო ასეთ სათამაშო მწვრითაა სავსე და მე ალერგია და 1000 გვარი უბედურება იქნა ყოველთვის იცით ეხლა დიდი მყიდველი კაცი არა ვარ მაგრამ ბევრნაირი მაღაზია მიყვას ექიმი ვარ და აფთიაქი მიყვას ნახვა დაწამლებია ისა და პედიატრი ვარ და ძალიან მიყვას სათამაშოების მაღაზია და ყველა სათამაშოს ვუყურებ ორნაირი თვალსაზრისით ერთი თვალსაზრისი რამდენად ჯანსაღი ბავშვისათვის უნდა მიხედოთ ხომ სადაურია როგორი არის საღებავი არის რომ არ მოშხამოთ ბავშვი და მეორე რამდენად საინტერესოა რას გააკეთებთ იმით აი კუბურები კლასიკური სათამაშო არის გესმით მე იმასაც ვიტყვი იცით გაგეცინებათ მაგრამ გენდერული ახსნა სწორედ ადრეული ასაკიდან იწყება ბიჭის სათამაშოები ცოტა სხვა არის გოგოს სათამაშოები ცოტა სხვა არის გესმით ხა აი ეს სათამაშო მე ერთი ამბავიც არის უნდა ვეთამაშოთ კიდევაც უნდა ვეთამაშოთ და ამავე დროს ახალი და ახალი თამაშები მოვიგონოთ და ბავშვსაც უთხრათ აბა მოდი ასე გავაკეთოთ აბა მოდი ისე გავაკეთოთ მარტო ინსტრუქციას კი არ უნდა გავყვეთ არამედ სიახლე უნდა იყოს ბავშვთან ერთად ახალი თამაშის მოგონებაში სათამაშოს გადაშედათ აი კუკუდამალობანა და რაღაცა უძველესი თამაშებია მაგრამ კიდევ და კიდევ მოვიგონოთ და ამით ცნობის მოყვარეობას გავაძლიერებთ ვიკითხოთ კითხვა ძალიან დიდი ამბავია და ერთად უნდა ვიკითხოთ ხომ იცით მე მახსოვს მე 5 წელს დავიწყე კითხვა და ჩემი გამზრდელი გადია იყო რომ კითხულობდა და თითსაც აყოლებდა და მეც ვაყოლებდი და ასე ვისწავლე კითხვა ხომ იცით მისი თითის გაყოლებაზე რომ რასაც ასოებს ხედავდი იგივე სიტყვებს ხედავდი და კითხულობდი მე ერთი საინტერესო მიდგომა არის იცით ზღაპრებს როდესაც ვუკითხავთ აი ჩვენი ბავშვი პერსონაჟად გადავაქციოთ ამ ზღაპრის პერსონაჟადაც გადავაქციოთ წარმოვიდგინოთ აი ჩვენი გიორგი მაგალითად და რომელღაც თამაში ის კი არა ვინც იმ ზღაპარში წერია ისა უფრო გათავისებული იქნება და ისიც დაინტერესდება და მე ის თვითონ მოგიყვება ზღაპრებს შემდეგ სიტყვები ახალი სიტყვები რაც მეც სიტყვას გაიგონებს სიტყვებით მდიდრდება ადამიანი და მისი თვალსაჩინოს მატულობს მე კიდე ერთი ამბავი ახალი გარემო უნდა გავაცნოთ ახალი საგნები ის კი არა გაგიკვირდებათ რომ ის რომ არის მაღაზიები რომ არის მარკეტი და რაღაცები იქაც უნდა წავიყვანოთ იმიტომ იქ უამრავ საგანს ხედავს მარტო სათამაშოებს კი არა აი ეს საჭმელი არის აი ეს დასალაგებელი არის და ეს ყველაფერი ასე ვთქვათ იმპრინტინგი ხდება მისი ჩაიბეჭდება გონიერებაში შემდეგი ციფრები და ასოები ვასწავლოთ შეხედე ასო აი ეს რა ლამაზია ქართული ასოები ხომ თავისთავად და ყველა ასო ლამაზია მაგრამ ჩემთვის და თქვენთვისაც ქართულ ასოს თითოეულ ასოს თავისი გამოყვანილობა რომ აქვს ერთი კი არის სამწუხარო და ალბათ სკოლაში კი დაიწყეს სწავლება მაგრამ ჩვენც უნდა ვასწავლოთ პატარა ბავშვებსაც უნდა ვასწავლოთ ძველი ქართული ასოები სამწუხარო ამხნის კაცია და ვერ ვკითხო 1-2 ასო ვიცი ესა ასოები და ციფრებიც შემდეგი სოციალური კონტაქტები აქ ერთი ამბავი არის იცით ბავშვებს ჭკვიან ბავშვებს ზოგჯერ ტოლებთან ურთიერთობა უჩევნიათ უფროსებთან ამიტომაც უნდა შეურჩიოთ ამხანაგები
შეუჩიოთ ამ ხანაგები და საინტერესონი იყო და მე ყოველთვის ვლაპარაკობ დიდებული მოთხრობები აქვს იაკობ გოგებაშვილს თუ გახსოვთ უსუნო და სუნიანი ყვავილი და ყოველთვისო მიკვირდაო დედაჩემი რატომ მეუბნებოდაო იმეგობრეო კარგებთანო აი როდესაც სუნიანი უსუნო ყვავილი ჩასდო სუნიან ყვავილთან ერთად და იმასაც კარგი სუნი რომ მიეცა აი პატარა უკვე მიხვდა ხომ იცით ამიტომაც ნუ დავკარგავთ ასე ვთქვათ ნუ დაგვეზარება უფრო სწორედ გავეცნოთ ჩვენი ბავშვების ამხანაგები მათთან ერთად აქტიობა თუ შესაძლებელია ექსკურსიაზე წავეყვანოთ როგორი ამბავია ან რაღაცა ხელნაკეთობა ზოგიერთ კაცს ან ქალსაც უყვას რაღაცის გაკეთება და ესეც ვაჩვენოთ ბავშვით ჩაერთოს ჩვენთან ერთად და ახალი შესაძლებლობები და უნარები ჰქონდეს ცნობის მოყვარეობა, სულ ცნობის მოყვარეობა, სულ ყველაფერზე ცნობის, სხვადასხვა ერთ კარგ ხუმრობას გეტყვით, ბავშვს საჩუქრად მიუტანეს დოლი, დაიწყო დაკვრა და ახლა ყველა გააყროა და მეზობელი აღმოაჩნდა ძალიან ჭკვიანი. არ გაინტერესებს, შიგნით რა არისო, გააფუჭებინა დოლი, მაგრამ ცნობის მოყვარეობაზე იმოქმედა და გამოასწორა სიტუაცია. საერთოდ, ნუ ვაიძულებთ, ნუ დავაძალებთ, ბავშვს რამე გააკეთოს, რაც მას უნდა. უნდა შევეცადოთ, რომ ინტერესი აღუცვლად ამა თუ იმ საკითხისა და საქმის მიმართ. ერთი ამბავიც არის იცით, ეხლა ტელევიზია და ინტერნეტი. ტელევიზია და ინტერნეტი, განსაკუთრებით ინტერნეტში იმდენი რამეა საინტერესო, რომ ვერ აუგზავნავთ თანამედროვე ბავშვს, შეუძლებელი არის, მაგრამ რა მინუსი აქვს იცით? ტვინის ზარმაცდება. იქ გამზადებული არის ყველაფერი. ეხლა ხელოვნური ინტელექტი რომ შეკითხვას მისცემ და 1000 გვარ შეკითხვაზე მოაქცევს პასუხს, მაგრამ უკეთესია შენ თვითონ რომ დაძებნი. აი აქაც არის. უნდა ვეცადოთ ისევ და ისევ ლაპარაკობ ამას ვერ აუგზავნავ, მაგრამ ესეც უნდა იყოს და მე ერთსაც ვეტყვი მშობლებს, რომ ზოგიერთს უყვარს რომ სახლში მუზეუმისავით იყოს, რომ არაფერი დამწეული გაფხაჭნილი არ იყოს, არაფერი იყოს, ყველაფერი ითამაშო იხმაურონ თქვენი შვილიც თამაშობდეს სხვებთან, სხვებიც მოდიოდნენ თქვენთან, ნათელში ამყოფოს დედაჩემი 4 ბიჭი ვყავდით და სახლში ჰოკეის თამაშობდით, არაფერს არ ამბობდა. ბიჭები ერთობიან. აი ეგეთ ესაა მთავარი გართობა, გონებრივი განვითარება, ინტელექტუალური და რაც მთავარია კიდევ უკავშირი. უნდა შევაქოთ. ისე კი არა რომ ცუდ საქმეზე შევაქოთ და ისა უნდა შევაქოთ რაღაცა კარგი რამე მოიგონა რაღაცა ახალი მიდგომა არ დამავიწყდება მე ეხლაც მახსოვს სკოლაში შესანიშნავი მასწავლებელი ვიყავდა მათემატიკის დავით გონდაური და იმას მოჰქონდა ხოლმე ჩემთვის ხუთი რომ მიიღო ეს ჩვეულებრივი ამოცანები არა ჩემთვის თულ ამოცანას მოვიტანდიო ასეთი ინდივიდუალური მიდგომა ჰქონდა და ერთხელ მახსოვს ოლიმპიადაში მონაწილეობდი თუ რაღაცა და გავაკეთე გამოცანა და წესით ასე უნდა მაგრამ ასეც კარგი არისო ეს ახალი მიდგომა არისო და მე დასვლაპარაკობ შევაქოთ სადაც ეს შესაძლებელია ოღონდ დასაკვირველია შექება სამართლიანი უნდა იყოს იუმორს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ხომ იცით, იუმორის, იცით, აი სასაცილო, იუმორით ახსავს ეს სიტუაციები, უნდა მოუყვეთ, აჩვენოთ ისა და ესეც ტვინის განვითარებას უწყობს. ერთი რამეა მხოლოდ აკრძალვას, საერთოდ ბავშვს მაინც არაფერი უნდა აუგზავნო. მაგრამ ორი ამბავია, რაც მართლა უნდა აუგზავნო. თუ აწვალებს ცხოველს ამ მცენარესაც ისი ცოცხალი არსება ამ წერს რაღაცა უნდა დაისაჯოს. უნდა დაისაჯოს. და მეორე, როგორ გითხრათ, იცით, ზოგიერთმა იცის, აი ცუდ სწვება იმაზე, ამაზე, ერთი მეორეზე, ნუ მოვწამლავთ ბავშვებს. ნუ მოვწამლავთ ბავშვებს, ველაპარაკოთ მხოლოდ სიკეთეზე, კარგზე. კი, სოციალიზაცია რომ არის თანდათანობით ისწავლის ურთიერთობა სკოლაში რომ მივარო, ყველაფერი ტაშპანდურით, ყველა ტაშპანდურით არ შეხვდება, სულ ფიანდაზი არ ექნება ცხოვრებაში, მაგრამ მაინც ისეთი აპრიორი წინასწარ, აი სიკეთეზე ველაპარაკოთ. ერთ ამასაც ვიტყვი, იცით, ცხოვრება სულ უფრო რთულდება, გლობალიზაცია ხდება, სულ უფრო შეჯიბს აქვს მეტი ადგილი, მაგრამ იმისათვის რომ გაიმარჯვე, იცით, ნამდვილ გამარჯვება კი არა, მთავარი თვითრეალიზაცია რომ მოხდეს. ესაა მთავარი, იმისათვის რომ ბედნიერი იყოს ჩვენი შვილი, იგი გონიერი უნდა იყოს. აი ამით დავამთავრებდი დღევანდელ ჩემს გამოსვლას. კარგად გრძანდებოდეთ.